დათოს წვილი. თორნიკე და ირაკლი გულაშვილებმა თავიანთი საოცარი ენერგიითა და ნამღერით ბრმა კასტინგზე დათო მოხიბლეს. და მის გუნდში ერთი ადგილი დაიკავეს. ხუთები ხარ, ხო? არა. უფროსია 2 წლის. არა, როგორ გავხარ? აგლიჯა. ძალიან გვახვართ, მართლა ძალიან გავხესებთ. ჩვენი არჩევანი არის დათო პორჩა. დათო პორჩა. 25 წლის თათია იურისტია. ის გორიდან ჩამოვიდა ახალ ხმაში, რათა მისი ხმისთვის სცენაზე განაჩენი გამოეტანათ. მისი ხმის სიძლიერემ, სიმართლემ და სისუფთავემ დათოს გუნდში გააწევრიანა. მინდოდა რომ წასნელებში აუცილებლად ყოფილიყო დათო პორჩა. წარმოიდგინე ეს ბიჭები მღერიან ძალიან კარგად ორ ხმაში და ერთ ბიჭს უპირისპირებ. ის ბიჭი უკვე რაღაც კუთხით განწირული. თუ არ შემოვიდა სერიოზული ჟღერადობით გოგო, რომელიც თავისი მაღალი ბგერებით, თავისი ტექნიკით, თავისი შესრულების მანერით, ამიტომ გაიწირებოდა ყველა ბიჭი. თათია ქრივიშვილი რეებს ვიცახი ხო ინტერვიუზე მას აქეთ ეს ბიჭები ხო და მიდი და ეხა შენ გადაწყვიტე რომ რომელი ჯობია. თუმცა აი ეს სპექტრი დაბალი ტემბრი თორნიკეს ირაკლის შემდეგ ისეთი მამაკაცისთვის დამახასიათებელი მაღალი ბგერებით და სევიდან თათია აი ისეთი ტრიო, ისეთი ლამაზი ჟღერადობა იყო ყოველ შემთხვევაში აქაც რეპეტიციებზე თავარია ეს მივიდეს მაყურებლამდე, იქ არ გადაიწვან და ამაზე მე ვიმუშავებ, ზუსტად ის აჩვენონ, რაც ჩვენ ვიმეცადინეთ. მე ვფიქრობ, რომ არ შემწდარ ვარ ამ წვლილში, გარდა იმისა, რომ შეიძლება შევცდე, როცა ვიღაცას ამ ორიდან ავირჩევო, ამ ორი წყვილიდან, აი იქ შეიძლება შევცდე. კარგი სიმღერა იყო არჩეული, იმიტომ რომ ყოველს ჩვენს და თათიასაც შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი, ასე ვთქვათ, ბოლომდე. თათია არის ჩამოყალიბებული მომღერალი. მე თათიას სიმღერები რეპეტიციებზეც ვისმენ, არის ძალიან მაგარი ადამიანი და ასევე ძველი რაღაც კონცერტების რაღაცებს გამოსვლაზეც ვისმენია და ფენომენალური მომღერალი არის. ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდი, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ხვდება ორ მამაკაცს, ძალიან ნიჭიერებს, მაგრამ მე რა თქმა უნდა ბრძოლაში ყოველთვის მოგცხოვნა და ეხაც გაათმაგებული მექნება და ყველანაირად შევეცდები, რომ მეტყვი დავამარცხო. სხვა სიმღერა რო ყოფილიყო, უფრო მეტად უკეთში ოძლები საკუთარი თავის წარმოჩენას. ეს სიმღერა საერთოდ უფრო ბიჭების სამღერია. თუმცა მაინც ვცდილობ, რომ ჩემი თქვათ ეს დიაპაზონი, თქვათ რაც ქალისთვის პლუსი არის, მაქსიმალურად გამოვაჩინო. ძალიან ცუდი იყო. ეს მარინა ვლაძი, საიდან რას გავდა ეს ნამღერი? ბავშვებო, ძალიან მომეწონა, მაგრამ თან ვიცი ზუსტად, რომ ეს კიდე ნახევარი ძალით იმღერეთ. But you broke me, now I can't feel anything. Oh yeah. პირველი ხმა, მეორე ხმა, ორივე თავის საქმეს აკეთებს და ორივე ნიჭიერი ადამიანია, სადაც რთულია თქმა. თათიას ნამდვილად აქვს იმის შანსი, რომ მოგვიგოს ნამდვილად თანაბრად ვართ უფრო. კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ რა ხდება ხა? ყურე, თქვენ ხართ დუეტი, ეს გოგო ცალკე ესე დგომა რა გამოდის? ჰა? არა, ხო, მაშინ სხვანაირად შეიძლება. რაღაც უნდა შევცვალოთ, მიატოვეთ. იგნორია. სიმღერაში არის სრული კარგი ჰარმონია, იგნორში ყავს. კარგი და ეს გიყურებთ ისე რომ შემომხედეთ მე წორად არ ლამაზია ხო? ჩვენ შემთხვევაში, ანუ როგორც უკვე ვთქვი, ერთმა მაინც ცოტა ნაკლებად რომ იმღეროს, ჩათვალეთ რომ თათია გასული არის რა. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად შევძლოთ. ხმის ტემბრი მაძლევს ამის საფუძველს, მე რო თქვათ შემდეგ ტურში გადავალ, ჩემი დიაპაზონის მაღალი ნოტები, რომელიც მინდა რომ ძალიან მაგრად ავიღო. თვითონ ბიჭები ამ შემთხვევაში უკეთეს მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ხმა მეტი სიძლიერე მოდის. თუმცა თუ კი მე მათ ვაჯობ, ეს ჩემთვის უკვე პლუსი იქნება, აი ეს მომენტი არის. ახლა ორის ნაცვლად 3 კონკურსანტი გამოვარინგს. ანუ ან ერთი გამარჯვებული გვეყოლება, ან 2, ხო? მოდით შევეგებოთ თათია ქრივიშვილი.
და ირაკლი გულაშვილები. მინგი იწყება. Let me hold you for the last time. It's the last chance to feel again. But you broke me, now I can't feel anything. Oh yeah. When I love you, it's so untrue. I can't even convince myself. When I'm speaking, it's the voice of someone else. Oh, it tears me up. I try to hold on, but it hurts too much. I try to forgive, but it's not enough to make it all okay. You can't play on broken strings. You can't feel anything that your heart so wants to feel. I can tell you something that ain't real. And the truth hurts, and lies hurts. How can I give any more when I loved you a little less than before? Now we're running through the fire when there's nothing left to say. It's like chasing the very last thread, and it's too We both know it's too late. You can't play on broken strings. You can't feel anything that your heart so wants to feel. I can tell you something that ain't real. Oh, it's you, but last word. How can I give any more when I loved you a little less than before? No, when I loved you a little less than before. Let me hold you for the last time. It's the last chance to feel again. მიესალმეთ ნამდვილი ხმების ფეირვერკი თათია ფრივიშვილი, თორნიკე და ირაკლი გულაშვილები. აში დათო, ამჯერადაც საშინელი დილემის წინაშე დგახარ, უნდა გააკეთო არჩევანი, რომელიც ძალიან რთული გასაკეთებელია, მაგრამ მანამდე დანარჩენი მწვრთნელების აზრი მოვისმინოთ. მერაბ. ჯერ ეგერთი არ არის სწორი. ორი ერთი წინა. ორი ერთზე რა არის? მარსალია ორი ერთზე რა არის? ხათია ისოფორებს აპლოდისმენტებს ორ ბიჭებს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ თორნიკეს და ირაკლის აბსოლუტურად იყვნენ ჰარმონიაში, არ რასაც ქვია დუეტი. მე ვიცი, რომ ძალიან რთულია დათოსთვის ეს გადაწყვეტილების მიღება. ისიც ვიცი, როგორ დამთავრდება ზუსტად. აი სტილისტურად მე ვფიქრობ, რომ დუეტი რომელიც არის დათოსკენ უფრო არის ჩემის აზრით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მაგალითად შეიძლება აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიმიღო. თუმცა აი კიდევ ვიზახი სამივე ადამიანი ჩემთვის ძალიან საყვარელია და ძალიან მიხარია რომ გიყურებთ, რომ ლაღები ხართ, კარგები ხართ, ლამაზები ხართ, რა ვიცი. ნინოსაც მინდა ვკითხო აზრი. არაჩვეულებრივი თათია თუ არაჩვეულებრივი თორნიკე და თათია გაოცებული ვარ თათია გაოცებული ვარ თუ როგორი ღირსეული კონკურენცია გაუწია და როგორ მოიგერიე ეს ორი მამაკაცი გაგიჟებული ვარ და ძალიან მაგარი გოგო ხარ და რა თქმა უნდა ჩემი ხმა შენსკენ რომ ეს მოვიგერიოთ ეს მამაკაცები მართლა მუსიკალურად ორივე
ძალიან თანხმედრა იყო. დიდი მადლობა დათოს ესეთი კარგი დუეტისთვის, მაგრამ მართლა ხირსეულად იდექი და არც დაძაბული იყავი და არანაირი დისკომფორტი არ გქონდა, რომ მართლა ორი ადამიანი გებრძოლებდი და შენ ხირსეულ კონკურენციას ურწევდი. ჩემი ხმა შენ მართლა ძალიან დათოს რას უწევ? დათოს. და მაიას და სტეფანეს აზრიც მაინტერესებს, ბიჭები თუ გოგონა? მე დავიწყებ იქიდან, რომ თათია გაუმკლავდა ძმებს. და არის აბსოლუტური, არ ვიცი როგორ ვთქვა, ფემინიზმის თუ რის, მაგრამ რაღაც ასოციაცია, რომ მე ერთი ხალი შემიძლია გაგიკლავდეთ თქვენ და ჩემი ხმა მოდის შენთან. მაგრამ ეს არის შოუ, რომლითაც იგებენ და დათოსთან მე ჭედავ, იმიტომ რომ ეს ძმები მაგარი სექსები არიან პრინციპში. და SMS-ებით შეუძლიათ ბევრი ადამიანის მოგერიება. ამიტომ მე დათოს ვერ ურჩევ ვერაფერს, მაგრამ ჩემი გული და სული რჩება შენთან თათია. დათო, ფაქტიურად ფემინიზმსა და სექსს შორის უნდა აირჩიო. დათო, დროა მიიღო გადაწყვეტილება. მე ერთი წამი. ეხლა ვიტყვი მე ჩემ გადაწყვეტილებას შოუში, მინდა რომ ლაივ ტურში ვიხილო თორნიკე და ამ შემთხვევაში ძმებმა გაიმარჯვა. ეხლა გავამნევთ არაჩვეულებრივი თათია ქვრივიშვილი. თათია ძალიან კარგი ხარ და ძალიან ძლიერი და ამით ყველაფერი ამთავრდება. ძმები გულაშვილები, თორნიკე და ირაკლი. არაჩვეულებრივი თათია, ძალიან ძლიერი. შეერკინა ორ ბიჭს. ყველაზე რთული ტურია და აღარ გავიმლი არა შემთხვევაში. არაფერზე იმენა. გილოცავდი. რა სიტყვით თათიაზე და დათოს გადაწყვეტილება? თათია, ბრავო! თათია ქვრივიშვილი. ძალიან მაგარი გოგო. თათია, ამით არ თავდება. ამით მხოლოდ იწყება. ძალიან მაგარი გოგო ხარ. ძალიან მაგარი გოგო ხარ. ძალიან მაგარი გოგო. კაი გოგო ხარ ძალიან. არიტი. დათომ თავის გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დამატებინა არ ნანობ, რომ ის გუნდში ვიყავ, პირიქით დათოს ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ ვიყავი იმის ღირს, რომ დამეტოვებინა პროექტი.